საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების შუა დერეფნის განვითარება, სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განვითარება. ამ საკითხებზე ისაუბრეს ირაკლი გობახიძემ და ილჰამ ალიევმა. დისკუსია ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში წარიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველო არის პირველი ქვეყანა საერთაშორისო საექსპორტო მარშრუტზე, რომელთაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილია, რომ ის ამ წუთებში ხვდება ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო კიდევ უჯერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, ასევე ახალ ინიციატივებს და ჩვენ საჭიროებისამებრ ყოველთვის მზად ვართ ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში, მზად ვართ ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს. ბუნებრივია ჩვენი ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ვაგვირდებით გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო მეტად ზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას. ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოდერნიზაციას. ჩვენ საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში. მე ვიყენებ შესაძლებლობას და გილოცავთ პრემიერ-მინისტრო თქვენ და მთავრობას თქვენს მიღწევებს. საქართველო დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო. თქვენ ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმნით ქვეყანაში. ძალიან ბევრ იმ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის აზერბაიჯანელ ინვესტორებს, ექნებათ ძალიან კარგი გარემო, რომ ამ წარმატების დაშენების სახით კიდევ უფრო შეუწყოს ხელი პოლიტიკურ სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას. თქვენ ხართ გარანტორი, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე, როგორც აზერბაიჯანის მიმართულებით, ასევე საქართველოს მიმართულებით. შესაძლოა ჩვენ განვიხილოთ მესამე ქვეყნებში ინვესტიციები, ერთდროული ინვესტიციები და საერთო ინვესტიციები. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი მასშტაბზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, არსებულ მდგომარეობაზე. დღეს გამონაკლისი არ ყოფილა, ახალი რეალობა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში. ამაზეც გვქონდა საუბარი. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დაარჩნენ აქცენტირებულები და ფოკუსირებულები მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, რადგან ეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები. ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი. არ უნდა მოხდეს არც დანაკარგები და მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს. არ უნდა შეეხოს სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ წარმოვჩნდებით როგორც მშვიდობის, სტაბილურობის და თანამშრომლობის რეგიონი. დღეს ხაზი უნდა გავუსვათ განსაკუთრებით იმას, რომ საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბრძანებთ სამშვიდობო პროცესების შესახებ, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება. ის შეთანხმებები, რომელსაც ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, რადგან სამომავლოდ ყველა ნაბიჯი უნდა იქნეს გაძლიერებული. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ზუსტად ამ მიმართულებით კეთდება. ჩვენ დავიწყებთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის ამ ხელშეწყობისთვის. რაც შეეხება ენერგეტიკას, ბევრი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო სანდო მხარდამჭერი ენერგოუსაფრთხოებისა ბევრი ქვეყნის და ერისა. დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზე. საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე ნავთობის და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის და ამაზე საუბარი გვქონდა არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 2 წლეულის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი წარმატებით მუშაობს.
სამხრეთ ბუნებრივი აირის დერეფანიც კარგად მუშაობს. ეს ინფრასტრუქტურა დიდი მნიშვნელობის არის ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმნით სატრანსპორტო კორიდორები და განვავითარეთ, გავაფართოვეთ შუა დერეფანი. გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია, რომელზეც ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ გაძლიერდება და განვითარდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პირისპირ დისკუსია შედგა ილჰამ ალიევსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა, მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. პოლიტიკური შეხვედრების დაწყებამდე ილჰამ ალიევმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინში ამკვა, ამის შემდეგ ის მეუღლესთან ერთად მივიდა ჰეიდარ ალიევის ძეგლთან და აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას მიაგო პატივი.